მეტროში ჩავედი და ნუ იქ არიან თანამშრომლები, მაინც და მაინც მიჩვეულები, ყველა უსინათლოს ნახვას. ზოგან ახლა სადაც ხშირად დავდივარ, უკვე მიჩვეულები არიან, მაგრამ იქ არიან და ეხლა თუთას იმ მეტროში არ ვარ, ეხლა პროვოკატორები რომ არ გამომეხმაუროთ კომენტარებში. ხო და ძალიან შეშინებულები იყვნენ და უცებ მეუბნება ერთ-ერთი არ ჩავარდე. ну ესე ხელჯოხი წინ მაქვს ჯორქო. და როცა ელითამის გეუბნებიან, აუცილებლად ეგრევე გავჩერდი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა კლიენტი არის და შეიძლება საფრთხე იყოს. ხო და გავჩერდი, კარგად მოვათვალიერე ხელჯოხით და აღმოვაჩინე, რომ მე ვდექილოთ ერთ-ერთ აი ესეთ სვეტი, ამის სვეტი ვიყავ. რა თქმა უნდა, აქედან ახლა გიანდაგამდე საკმაოდ დიდი მანძილია. ფაქტობრივად იმ ადამიანმა იმწუთას ზოგადად გამაფრთხილა, რომ ზოგადად ემან არ ჩავარდე და არა ის, რომ თქვათ ახლოს ვიყავ მისული და რაღაც შეეშინა. ამიტომ ესეთი ტიპის კომუნიკაცია ხშირად არის ხოლმე, ერთმანეთში გაუგებრობები, მაგრამ ადამიანები ნელ-ნელა სწავლობენ. იმ დღეს კიდევ დილოვეში ერთმა მითხრა ბარათის გატარებაზე, რომ რამდენი უსინათლოა, ეტყობა კიდევ ვიღაცამ გაიარა იმ დღეს. ერთ-ერთმა მხედველმა მკითხა ავტობუსების გაჩერებაზე, ეს აპლიკაცია რო არის ავტობუსების TTC, ის თუ არის მისაწვდომი უსინათლოებისთვის და იმას თუ ვიყენებთ, იმიტომ რომ ვეძებდი, მაინტერესებდა რაღაც ავტობუსი რომელ საათზე და რამდენი წუთში იქნებოდა და ასე. ამიტომ ერთგვარად ნელ-ნელა უკვე საზოგადოებრივი ცნობიერებაც იცვლება და ვეჩვევით ყველანი, რომ უსინათლოდ შეიძლება გარეთ იყოს. ერთ-ერთ აქციაზე კიდევ ეტყობოდა ადამიანს, რომ რაღაცა კარგის თქმა უნდა, რომ თქვენ უნდა გეხმარებოდეთ სახელმწიფო და არა იმათო ახალგაზრდები რო არიან და ოჯახები რო ყავდათ, ჩვენ ახალგაზრდები ვართ და ჩვენც ოჯახები ყავს, მაგრამ მან იგულისხმა, რომ ვისაც გჭირდება, იმათ უნდა გვეხმარებოდეს სახელმწიფო პირველ რიგში. ამათ ეს იგულისხმა.